მეჯილის ციხე არის უკვე მე-7 საუკუნეში ხსენებული და მე-7 საუკუნიდან როგორც ციხე არის. და ციხის ფარგლებში არის აქ ტაძრები. თვითონ აი ამაღლების ტაძრის წინა მხარე აკურთხევის რაც არის შემორჩენილი ყველაზე ძველი უკვე მე-7 საუკუნის თარიღით არის. და შემდეგ უკვე არის აქ რამდენიმე ტაძარი არის. არის ღვთისმშობლის და ერთი ნათლისმცემლის ტაძარი იყო, რომელიც უკვე დაიშალა, კედლები გადაწვა. სამრეკლო არის მე-12 საუკუნის. და ეს იყო სამეფო რეზიდენცია, ჰერეთის სამთავრო იყო, ჰერეთის და კახეთის. აქ მეფეების განსასვენებელია და მე-17-19 საუკუნეში უკვე თავადაზნაურთა განსასვენებელი არის. თვითონ საფლავების ქვებზეც შეგიძლიათ ეს ნახოთ. აქ მოღვაწეობდნენ მეფენი მათ შორის აქ იყო აბაშიძეების საგვარეულო კოშკი რო არის აქ მან მოკლეს მეგონი ლევან მეფე. თვითონ ეს კომპლექსი აღორძინდა ბოლო რესტავრაცია ჩამოყალიბდა მე-17 საუკუნეში ერეკლე მეორის ბრძანებით. ვიცაც აქ ქონდა უკვე ძალაუფლება, აქედან აკონტროლებდა მთელ კახეთს და ჰერეთს. ანუ კახეთის გასაგები იყო ეს შემდეგ. თუმცა ითვლება როგორც ჰერეთის ცენტრი. დღესდღეობით ახლა აქ თავიდანვე იყო აქ საეპისკოპოსოც და მონასტერის მონებრივად და უკვე ბოლო პერიოდში უკვე როგორც მონასტერი ფუნქციონირებდა. და უკვე თანამედროვე პერიოდში ახლა აღორძინდა 2005 წელს მოხდა აქ უკვე მერების დამკვიდრება გურჯანი ველიციხის ეპარქია არის მეჯილის ლავრა. ამავე დროს არის ქვემო დედათა მონასტერიც კილომეტრში აქ ამ მთებში. რამდენი ბერი არის დამორჩილი? რა მონოზონი არის? მონოზონი დიაკვანი და ბერი. სულ 13 მონასტრის წევრი არის, ვინც აქ ცხოვრობს მამათა მონასტერში.